მოგესალმებით, ჩემი სახელია ხატია თოდუა. Თავაზობთ მოთელვას ენერგიული დღისთვის. ვიწყებთ თითების მაქსიმალურად მოხრა გაშლას. თითქოს მუჭს კრავთ, შლით. რაც შეიძლება მაგრად და გაშალეთ. მოხარეთ, გაშალეთ. 9 8 7 6 5 4 3 2 1 დატოვეთ მოხრილი მუჭები და მოხარეთ მტევანი და გაშალეთ. 10 9 აუცილებლად მაქსიმალური ამპლიტუდა, მაქსიმალური მოხრა, მაქსიმალური გაშლა. 8 7 6 5 4 3 2 1 დატოვეთ გაშლილი მტევნები და გაშალეთ თითებიც. ეხლა სათითაოს ჯერ თითებს ვხურავთ, შემდეგ მტევანს, თითებს ვშლით, შემდეგ მტევანს და გამოდის ტალღისებური მოძრაობა მტევნის არეში. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დავუმატოთ ახლა იდაყვების გაშლაც, ვშლით თითებს, ხრით იდაყვებს, ხურავთ თითებს, მტევანი იდაყვები, თითები, მტევანი იდაყვები. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 შვენიერი. ეხლა გავშალოთ ხელები მაქსიმალურად დაბლა, მტევნები თქვენსკენ და ავწიოთ ხრები მაქსიმალურად ზემოთ. მტევანი დავხუროთ. ხრები დაბლა, ხრები ზემოთ. ხრები დაბლა, მტევანი თქვენკენ, ხრები ზემოთ, მტევანი ქმნის თითქოს ქოლგას. დაბლა, მაღლა. აქაც მაქსიმალურ ამპლიტუდას ვიყენებთ, რომელიც შეგვიძლია შევქმნათ. მაქსიმალურად უკან ხელები, ხრები, მაქსიმალურად დაბლა, უკან ხრები. 10 9 8 7 6 თან ვისუნთქო თავისუფლად 4 3 ცხვირით ვსუნთქავთ აუცილებლად 2 1 ჩამოვწიოთ მხრები, გავიტანოთ უკან, შევკრათ უკან ბეჭები, ავწიოთ ზემოთ ვერტიკალურად და ჩავწიოთ დაბლა. ეხლა შევქმნით წრიულ მოძრაობას. უკან მხრები, ზემოთ და გადმოდიან წინ. წრიული მოძრაობით. უკან, ზემოთ, წინ, ქვემოთ. 9 აქაც გამოიყენეთ მაქსიმალური ამპლიტუდა, როდესაც გადადიხართ წინ, ოდნავ თითქოს აჯვარედინებთ ხელებს. უკან, ასევე მაქსიმალურად ზემოთ, წინ, ქვემოთ. ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ. ეხლა კი წინ. ავწიოთ ხელები მაქსიმალურად ზემოთ, გავიტანოთ განზე, ჩავიტანოთ დაბლა. წინ, ზემოთ, განზე, დაბლა. წინ შეგიძლიათ ხერხემალიც მოხაროთ, აწიოთ ზემოთ, გაიშალეთ, ჩაისუნთქეთ, ხელები წაიღეთ უკან და ჩამოიტანეთ დაბლა გაშლილი მხრებით. მოვიხაროთ წინ, ზემოთ, უკან, დაბლა. წინ, ზემოთ, უკან, დაბლა. მოიხარეთ, ამოისუნთქეთ. გაიშალეთ, ჩაისუნთქეთ. ჩამოწიეთ ხელები. მხრები ქმნიან მაქსიმალურ წრიულ მოძრაობას, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ დღეს. შეიძლება ერთ დღეს იყოს უფრო ნაკლები მოძრაობა, მეორე დღეს უფრო უკეთესი და ასე შემდეგ. შეიძლება კი რა აუცილებლად.
5 4 3 2 1 შვენიერი. გადავდივართ ახლა თავზე. ხრით თავს დაბლა, ნიკაპი შედის კისერში, ყელში უბრალოდ და ხრით თავს უკან, ნიკაპი გამოდის ზემოთ. ისევ წინ, ანუ კისერს არ ვხრით ბოლომდე, მხოლოდ კისრის ზედა ნაწილს, მხოლოდ თავი მოძრაობს. მოუხარეთ, ნიკაპი წავიღეთ ყელში, დავუხარეთ თავი უკან, ნიკაპი გამოვიძიეთ წინ. მოვიხარეთ, გავშალეთ. ანუ თავი არ გადაადგილდება მკერდის წინ და მკერდის უკან, მხოლოდ ზედა ნაწილი ადგილზე იხრება თავი წინ, უკან. რაც შეიძლება მაქსიმალურად წინ, შეაძვრინეთ ნიკაპი, კეფა წაიღეთ თითქოს უკან, გამოაძვრინეთ ნიკაპი, შეკუმშეთ კეფა კისრისკენ. ნიკაპი, კეფა, ერთმანეთს ენაცვლება. ნიკაპი, კეფა. შეეცადეთ, რომ თითქოს თავის ცალკე მოძრაობა გინდათ კისრისგან, თითქოს თავის ქალას წევთ კისრიდან, რაც შეიძლება ზემოთ. დაუმატოთ კისერი, მოუხაროთ თავი და კისერი ბოლომდე და გავშალოთ თავი და კისერი ბოლომდე უკან. მოუხაროთ წინ, გავშალოთ უკან. ამპლიტუდა შეარჩიეთ ისეთი, სადაც არ გრძნობთ დისკომფორტს. რამე დისკომფორტს თუ გრძნობთ კისრის არეში, აუცილებლად შედით ამ დისკომფორტში ძალიან ფრთხილად, თითქოს ეპარებით მოძრაობით ამ დისკომფორტს. და დროთა განმავლობაში ეს დისკომფორტი გაქრება. თუ რეგულარულად ამოძრავებთ კისერს, რეგულარულად ასრულებთ მოთელას. ახლა კი გავანაწილოთ, ჯერ თავი მოვხაროთ, შემდეგ კისერი, შემდეგ მკერდი. ჯერ თავი გავშალოთ, შემდეგ კისერი, მკერდი დატოვეთ მოხრილი, შემდეგ მკერდი. თავი, კისერი, მკერდი, ნეკნები შედის მუცელში, თავი, კისერი, მკერდი. თავი, კისერი, მკერდი, თავი, კისერი, მკერდი. სეგმენტალურად ვხრით თავს, კისერს, მკერდს, სეგმენტალურად ვშლით ჯერ ნიკაპს ვაძვრანთ, შემდეგ თავს წევთ უკან, შემდეგ მკერდს. და გამოდის ისევ ტალღისებური მოძრაობა. კიდევ 8 7 6 4 3 2 1 დავრჩით დაბლა, დავეყრდენით მუხლებს. ახლა კუდუსუნით წამოვიღებთ მენჯს წინ და გავიტანთ უკან. წამოვიღეთ კუდუსუნით მენჯი წინ, გავიტანეთ უკან. გავაძვრინეთ უკან. წამოვიღეთ წინ, მაქსიმალურად ამოწიეთ წელი ზემოთ და გავიტანეთ უკან. წელის გიპერლარდოზი არანაირ პრობლემას არ ქმნის, თუ მას შეუძლია მოხრა. თუ მოხრის ფუნქცია არის დაკარგული, მაშინ წელვა იცის ტკივილი. არ არის ამაში ლარდოზე ამაში არანაირ დამნაშავე არ არის. მოხარე კარგად, გაშალეთ კარგად. კუდუსუნი გადმოატრიალეთ, მუცელი შეწიეთ შიგნით, ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ, გაბერეთ მუცელი, გაიტანეთ კუდუსუნი უკან. ამოისუნთქეთ, მუცელი შიგნით, კუდუსუნი წინ, ჩაისუნთქეთ,
მუცელი წინ, კუდუსუნი უკან. Შეეცადეთ ახლა როგორც წელი, ისე მკერდი მაქსიმალურად აქაჩოთ ზემოთ. ჩაწიოთ, გაშალოთ მკერდი წინ, კუდუსუნი უკან. ამოვისუნთქეთ, ჩავისუნთქეთ 10 9 მუხლები დატოვეთ მოხრილი 8 7 6 5 4 3 2 1 ავიდეთ მაღლა შევკრათ უკან ბეჭები გავიტანოთ წინ შევკრათ უკან ბეჭები გავიტანოთ წინ მაქსიმალურად უკან თითქოს გინდათ რომ ბეჭები ერთმანეთს შეახოთ მკერდი გაიტანეთ წინ და ჩაისუნთქეთ გაშალეთ მკერდის არე მაქსიმალურად რომელიც შეგიძლიათ შეესრულოთ დღეს ამპლიტუდა ნელ-ნელა გაიზრდება. შემდეგ მოიხარეთ და ბეჭები გაიტანეთ წინ. შეგიძლიათ იდაყვებით მაქსიმალურად წინ გაიტანოთ. შევკარით უკან ბეჭები, იდაყვები წავიღეთ უკან. ისევ ბეჭები წინ, იდაყვები წინ. 9 8 7 6 5 4 3 თუ ბეჭები არის მიწებებული წელს მაშინ იცის ტკივილი ზურგის არემა გახადეთ მოქნილი ხერხემალი და დისკომფორტს და ტკივილს დაივიწყებთ ხერხემლის არეში ეხლა დატოვეთ ბეჭების შეკრული, აიტანეთ კეფასთან, მაქსიმალურად ზემოთ, გადაიტანეთ წინ და ჩაიტანეთ დაბლა. წრიულ მოძრაობებს ვასრულებთ. უკან, ზემოთ, წინ, ქვემოთ. უკან, ზემოთ კისერთან, წინ ნიკაპთან და ქვემოთ დაბლა. ისევ, უკან, ბეჭები და იდაყვები. ზემოთ კეფასთან, წინ ქვემოთ. კიდე 4 ჯერ. 3 არ ვჩქარობთ. ვასრულებთ პირველ რიგში ამპლიტუდას. რაც შეიძლება დიდ ერთიც. ახლა კი უკან. წინ შევკარით მხრები, ავიტანეთ ჯერ ნიკაპთან, რაც შეიძლება ახლოს. გაგვაქვს კეფასთან და ჩაგვაქვს დაბლა. მაქსიმალურად უკან. ჩატანის დროს არ გადაიტანოთ პირდაპირ წინ, ჯერ დაბლა, შემდეგ მოგვაქვს წინ. ჯერ წინ მაღლა, შემდეგ გაგვაქვს უკან მაღლა. უკან, შემდეგ დაბლა. წინ, ზემოთ, უკან, ქვემოთ. 10 9 აუცილებლად სუნთქავთ თავისუფლად. ამოისუნთქეთ, როდესაც მკერდი იწევა დაბლა. ჩაისუნთქეთ, როდესაც მკერდი ადის მაღლა და იშლება მუცელი. ჩავისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. კიდე 4 ჯერ. 3 2 1 შვენიერი მოვადუნეთ ხელები, გადავიდეთ ტერფებზე. ავიდეთ რაც შეიძლება მაღლა თითის სწორებზე და ჩავიდეთ დაბლა. ავედით მაღლა თითის სწორებზე, ჩავედით დაბლა. მაღლა, დაბლა. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ახლა დავუმატოთ მუხლების მოძრაობა. გავიტანოთ მუხლები მაქსიმალურად წინ, ისე რომ ქუსლები დავტოვოთ იატაკზე.
სადამდე შეგიძლიათ გაიტანეთ წინ და მენჯიც გაიტანეთ წინ, რომ დატვირთვა იგრძნოთ მუხლებში. შლით მუხლებს და ავდივართ თითისტვერებზე. დაბლა წინ. გავშალეთ მუხლები, ავედით თითისტვერებზე. ტერფები და მუხლები მუშაობენ. მუხლი მთლიან ამპლიტუდას ჯერ არ ასრულებს, ტერფი სამაგიეროდ და კოჭი ასრულებს მთლიან ამპლიტუდას. მუხლების დახმარებით. 8 7 არიჩქაროთ, კარგად გაიტანეთ მენჯი წინ, იგრძენით თითებზე, ტერფის წინა მხარეს დატვირთვა. 6 5 ეხლა ზემოთაც ვაკეთებთ პაუზას და ქვემოთაც. ზემოთ, ქვემოთ. დავრჩით ზემოთ 2 წამი და დავხურეთ თვალები. დავხუჭეთ. ჩამოვედით, გავიტანეთ მუხლები წინ. გავშალეთ მუხლები, ავედით ზემოთ, 2 წამი დავხუჭეთ თვალები. ჩამოვედით, თუ კარგავთ ბალანს არაფერია, ესაც გაუმჯობესდება თქვენი შეგრძნება გარემოში, საკუთარი სხეულის შეგრძნება გარემოში, ისევ ზემოთ გავშალეთ მუხლები, ავედით თითისტვერებზე, დავხუჭეთ თვალები, ჩამოვედით, გავიტანეთ მუხლები. მშვენიერი. ახლა ჯერ მოვხაროთ თავი, შემდეგ კისერი, შემდეგ მკერდი, შემდეგ წელი. მოვხაროთ მენჯი და ავდივართ ზემოთ. ჯერ თავი, კისერი, მკერდი, წელი, მენჯი. ყველაფერი სეგმენტალურად. ჯერ თავი, შემდეგ კისერი, შემდეგ მკერდი, შემდეგ წელი, მენჯი ჯერ არა, შემდეგ მენჯი, თავი, კისერი, მკერდი, წელი. თუ გიჭირთ წელით მკერდის აწევა, ხელებით შეგიძლიათ დაეხმაროთ, შემდეგ მენჯი. თავი, კისერი, მკერდი, წელი, მენჯი. თავი, კისერი, მკერდი, წელი, მენჯი. თავი, კისერი, მკერდი, წელი, მენჯი. დავრჩით დაბლა. თუ შეგიძლიათ ხელებით შეეხოთ იატაკს, შეეხეთ, ნელ-ნელა ვხრით მუხლებს. ვშლით მუხლებს და მენჯიდან ავდივართ ზემოთ. ჯერ მენჯს ვშლით, შემდეგ წელს, შემდეგ მკერდს, შემდეგ კისერს, შემდეგ თავს. ისევ ჩავდივართ თავი, კისერი, მკერდი, წელი, მენჯი. მეგობრებო, მუხლები ბოლომდე მოხარეთ. ჩადით ბოლომდე, ჩაიკუზეთ და ვშლით მუხლები, მენჯი, არიჩქაროთ წელი, მკერდი, კისერი, თავი და ისევ დაბლა. ურადღებით ახლა მუხლებს დავუმატებთ ტერფებს, ავდივართ თითისტვერებზე, ქუსლები მაქსიმალურად ზემოთ და ვბრუნდებით უკან. ქუსლები დაბლა, ვშლით მუხლებს, მენჯი, წელი, მკერდი, კისერი, თავი და ისევ დაბლა. თავი, კისერი, მკერდი, წელი, მენჯი, მუხლები, ტერფები. აი, რამდენი სეგმენტი გვაქვს სხეულში, ეს მხოლოდ ერთ სიბრტყეში. გავიშალეთ ბოლომდე, ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ, ჩავედით დაბლა. ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ, ჩავედით დაბლა. თუ თავის დაწევა დაბლა თქვენთვის დისკომფორტს ქმნის, შეისვენეთ, ხვალ უკვე ნაკლებად იგრძნოთ დისკომფორტს. ჩვენი ორგანიზმი, აბსოლუტურად ყველა სისტემა ადაპტირდება დატვირთვის მიმართ.
წნევის მიმართ და ასე შემდეგ. შვენიერი, მოვეშვათ. ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ.